უშიშროების საბჭოს ხდომა 9 კაციანი შემადგენლობით მიმდინარეობს. პრეზიდენტი, პრემიერი, 3 მინისტრი და კომიტეტების თავმჯდომარეები განიხილავენ ანექსიის საფრთხეს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ელოდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დღეს პირველად სტუმრობს ავლაბრის რეზიდენციას. მართალია, ირაკლის სესიაშვილიც და ალექსი პეტრიაშვილიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ამბობდნენ, რომ ვერ ხედავდნენ პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოზე მისვლის აუცილებლობას, მაგრამ დღეს ისინი რეზიდენციაში იმყოფებიან. გენო სიყვაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში რეზიდენციიდან. გენო, რამდენადაც ვიცი, ჯერ არ დასრულებულა უშიშროების საბჭოს ხდომა. ხომ არ გაკეთებულა განცხადებები დაწყებამდე? უშიშროების საბჭოს ხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა და სწორედ ახლახანს გაკეთდა განცხადებები, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრა დასტური იყო იმის, რომ მთავრობას კოორდინებული მუშაობა შეუძლია. და ასევე დღევანდელ შეხვედრაზე, როგორც ცნობილი იყო, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, აფხაზეთთან დაკავშირებით გამოწვეული აფხაზეთის წინაშე გამოწვევების გადაჭრის გზებზე იშელეს, თუმცა აქ გაკეთებულ კომენტარებში არ ვთქვამთ თუ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და უახლოს მომავალში მთავრობა რა ნაბიჯებს გადადგავს. განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია საქართველოს ტერიტორიები, საქართველოს აფხაზეთთან ახალი დასადების ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე ქმედებები, განვაანალიზეთ ვითარება, განვიხილეთ ის, რასაც ვაკეთებთ ამ ეტაპზე, მომავალში გავაანალიზეთ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ გავდავდგავთ კოორდინირებულად მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტი. მე ვერდები ბატონ პრეზიდენტს, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა, ძალიან კარგი მსჯელობა ქონდა, ვისაუბრეთ და შევთანხმდით კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს გამოვაჩინეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და ეს არის ნათელი დემონსტრირება ამის. პრემიერი, პარლამენტი ყველანი ვართ ერთსულოვანი და ვიქნებით ასეც. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა უშიშროების საბჭოს 3 მუდმივ მოქმედი წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალახსანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ისინი, როგორც ცნობილია, მივლინების საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დღევანდელ საბჭოს ხდომაზე მოწვეულები იყვნენ არა მუდმივი წევრები, სხვა მინისტრები, მაგალითად პაატა ზაქარიაშვილი და ბუკა პეტრიაშვილი, რომლებმაც თავიანთი უწყებებიდან გამომდინარე სპეციალური მოხსენებები წარუდგინეს საბჭოს წევრებს. პირველი შეხვედრა, როდესაც პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი იღებდნენ მონაწილეობას იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის აფხაზეთში შექმნილი ვითარება. გავაკეთე, ასე ვთქვათ, ანგარიში, ჩავაბარე პრემიერს და პრეზიდენტს და პარლამენტს იმის თაობაზე, თუ რა არის უკვე გაკეთებული და რას გვეგმავთ მომავალი კვირების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია და შესაბამისი იქნება ჩვენი რეაგირება, როგორც იყო ამ ხელშეკრულებაზე, ისეთი იქნება სხვაზეც და საერთოდ საქართველოს ანექსიის მცდელობაზე. საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი არიან ერთსულოვანი და არიან, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ურთულესი საკითხის ირგვლივ და გადაჭრის გზების მოდიების თვალსაზრისით, რომელიც ეხება აფხაზეთთან ეგრეთ წოდებული შეთანხმების გაფორმებას, რაც რეალურად არის რუსეთის მხრიდან ღია ანექსიის ცდელობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიგეგმა საერთაშორისო ფორმატებში ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ძალიან აქტიურად წამოწევა ამ თემის, პირველ რიგში დაყენება სწორედ ამ თემისა, შესაბამისად ეს ღონისძიებები აუცილებლად განხორციელდება. პირველი რაც იყო იაპონიაში, პრეზიდენტმა მოაწერა იაპონურ მხარესთან განცხადებას ხელი, სადაც ეს არის დაფიქსირებული, ასევე გაგრძელდება მომავალში ყველა ფორმატში. თავარი არის, რომ ჩვენი აფხაზი ძმები და დები ამ ჩვენ თანადგომას ხედავენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა ეს არის ფარსი და რეალურად რუსეთს დღეს უკვე სურს პირდაპირ აფხაზეთი გადააქციოს გარკვეულ პროვინციად. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა დავიცვალთ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს, დებს და ძმებს და მაქსიმალურად შევთავაზებთ ყველა იმ საკითხებს, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე დღესდღეობით მოიხმარს და სარგებლობს.
კანონდელი შეხვედრის შემდეგ ასევე შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ითქვა რომ მთავრობა გააგრძელებს ასეთივე კოორდინირებულ ურთიერთობას და შემდეგში შეიკრიბება უშიშროების საბჭო, თუმცა კონკრეტული თარიღი დღეს არ დასახელებულა, მაგრამ ითქვა რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გადაწყდება თუ რომელ დღეს ჩაინიშნება მორიგი უშიშროების საბჭოს ხდომა. კენო სიხმაშვილი პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის რეზიდენციიდან გვერდებოდა, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უშიშროების საბჭოს ხდომა.